მთავრობის წევრების გარდა შეფასებები უკვე მოჰყვა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას პარლამენტშიც. უმრავლესობაში იზიარებენ პრემიერის პათოს, ნაციონალურ მოძრაობაში კი პრემიერის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა, რომელიც მთავრობის მეთაურმა დახატა, არის დაღარიბაშვილის საქართველო, რადგან მმართველ გუნდს არ აქვს გააზრებული ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან რთული ორი წელი იყო გამომდინარე იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დახვდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რეალურად ბევრი გავაკეთეთ და ამაზე მე მგონი ბიუჯეტიც მეტყველებს 2013-ის, 2014-ის, ახლა 15-ის რო იგეგმება, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული სოციალური ჯანდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. მე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხედავ ძალიან დიდ ნახტომს და პროგრესაც მოხდა ამ ორი წლის განმავლობაში. მიმაჩნია ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, რომ ადამიანების წამება და არაადამიანური მოყრობა, რასაც ჰქონდა ციხეში ადგილი სისტემური ხასიათის ეს ეპოქა დასრულდა. ეს ადამიანები იონიშმა ხელისუფლებაში მოიყვანათ ყუილებით და ისინი აგრძელებენ ყუილებით მართვას, რაც ეკონომიკაში ყველაფერი კარგად იყოს, პრობლემები არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში ბიუჯეტშიც ორი წელია, ზედიზედ ეს მთავრობა ვერ ასრულებს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად არაადეკვატურია ეს მთავრობა და პირადად ღარიბაშვილი. მან მოგვიყვა საქართველოზე, სადაც ადამიანებზე ზრუნავენ, სინამდვილეში ისინი ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ნათესავებზე. ოცნების საქართველოში მათი აზრით 100 საწარმო გაიხსნა, სინამდვილეში მათ თითითიც არ დაუკარებიათ.